ძალიან მიხარია რომ მოგბრძანდით, დიდ მადლობას მოგეხსენებთ ამისთვის, რომ დღეს სასამართლო პროცესი უნდა დაესწროთ. ჩემი ბავშვები უმრავლესობა პირველად არის ამ შენობაში და თვითონ უნდა წარმართოს სასამართლო პროცესი. ხშირად ვაწყობთ ხოლმე პერსონაჟის გასამართლებას სკოლაში, მაგრამ ამჯერად გადავწყვეტეთ ქალაქის სასამართლო შენობაში გავმართოთ, რომ აი გარემოში უფრო სხვანაირად შეიგრძნოთ ბავშვებმა. შევისწავლეთ თუთაშხიას დათა თუთაშხიას ერთ-ერთი ეპიზოდი მოსიზამ თარაძის ნაამბობი და სურვილი გაუჩნდათ გაესამართლებინათ პერსონაჟი. მე სიმართლე რო გითხრათ, არ ჩავრეულ ვარ ამ როლების განაწილებაში. თვითონ აირჩიეს მოსამართლეც, პროკურორი, ადვოკატებიც და ორი ადვოკატი აუყვანე, იმიტომ რომ მინდოდა ბევრ ბავშვს მიეღო მონაწილეობა. და ბავშვები არც გვეყო და თან მოვიწვიეთ ნაფიცი მსაჯულები მერვე კლასიდან, რომლებსაც წაკითხული არ აქვს საერთოდ ეს ნაწარმოები, არაფერი არ იციან, აეხლა სხედან აი პირველ მერხზე და უსმენენ ყურადღებით და პროცესის მიხედვით მერე ვერდიქტი უნდა გამოიტანონ ცალკე ოთახში გავალთ და ცალკე ოთახში იმსჯელებენ და ვერდიქტს სამართლიან ვერდიქტს გამოიტანენ. შეიძლება გაამართლონ კიდევაც, წინასწარ არ ვიცით რა მოხდება, შეიძლება დასაჯონ, ეგეც არ ვიცით წინასწარ. მაშინ ვუყუროთ ახლა პროცესს რა მოხდება, ძალიან საინტერესო, თან რა უნდა გითხრათ, კითხვები ადვოკატების თუ პროკურორების თვითონ მოიფიქრეს, თვითონ თავიანთი შედგენილია ეს კითხვები, მე მარტო ორგანიზება გავაკეთე რა, დანარჩენი პასუხები, კითხვები თავიანთი მოფიქრებულია, თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს და პერსონაჟებიც ისინი მოწმეები, ზოგიერთი ისეთი პერსონაჟი შემოიყვანეს, საერთოდ რომ ნაწარმოებში არ არის. ბავშვმა თქვა, მე ეს ვიქნები, მე ვიქნები თუთაშხიას ბოდიში სეთურის ცოლი, თვითონვე მოიფიქრო ტექსტი, ცოლის საერთოდ უბრალოდ ცოლშვილი ყავდა ქუთაისში, აი ესეთი რაღაცა არის ფრაზა, მაგრამ ცოლი როგორც აქტიური პერსონაჟი არ არის ნაწარმოებში. მე ვიქნები, მე გამოვალ, მე ჩემ აზრს დავაფიქსირებ. როგორც ჩემი მეუღლის შესახებ. კი ბატონო, თვითონ დაწერა ყველაფერი, თვითონ გააკეთა და აი ხა ძალიან საინტერესოა ამას ვუყუროთ. და მე მოწმეებსაც შემოვიყვანთ, რომ მოსამართლე რო გამოიძახებს და კარგად მოусმინეთ ბავშვებო. და ვნახოთ როგორ სამართლიან ვერდიქტს გამოიტანეთ. კარგით? წარმატებას გისურვებთ ყველას. მოწინააღმდეგესაც, ბრალმდებელსაც, ადვოკატებსაც, ნაფიცებსაც, ყველას გისურვებთ დიდ წარმატებას. აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. დავიწყოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზურგისადმი. ჩვენ ახალციხის ნომერი პირველი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები. ჩვენ შევისწავლეთ ნაწარმოები დაბოამირების მოსამართლეების ნაამბობი და გადავწყვიტეთ მოგვეწყო არქი პროცედურის იმიტირებული სასამართლო. დღეს თქვენ თვალწინ წარმართება პროცესი და გთხოვთ თქვენზე წამოვიდეთ მოსამართლე მოგესალმებით. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მე გახლავართ მოსამართლე ანა აბაშიძე. რაც შექმნილ განხილავს პირველ სუალი დასაჯვას, რომელიც პროკურატურას შემოიტანა არქიპოს ეთურის წინააღმდეგ. ამ საქმეს განხილავს ორი პროკურორი, მარიამ ნებაძე და ნატალია ლოცაძე, ორი ადვოკატი, სპირიდონა სულანჯიას მხრიდან, ელინე გაბრიაძე და თამარ საგინაძე და ორი ადვოკატი, არქიპოს ეთურის მხრიდან, ანასტასია დიასამიძე და მარიამ ზეზაშვილი. პროკურატურამ განხილა საქმე და შემდგომი ცვლილებისთვის სასამართლოს გადასცა. მხარეების მიმართ აცილება ხომ არ გაქვთ? მაშინ დავიწყოთ პროცესი. ამ საქმეს განიხილავს 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც მოწვეულები არიან მე-8 კლასიდან და რომლებსაც ნაწარმოები არ აქვს წაკითხული. და აქ მოსმენილი ფონზე შეძლებენ ვერდიქტის გამოტანას. გთხოვთ ქალბატონო პროკურორო, მოვახსენოთ საქმის ვითარება. ჩვენების საგალბათ განსხვავებულ არქიპოს ეთურის საქმეს, რომელსაც საგნის ტაში დაამხა ტოტალიტარული რეჟიმი. მოქალაქის პირდანა სულანჯის განცხადებით იგი ხშირად
ფილა არქიპოს სეთურის წხვები. დიშიმჩულის საკუთარიაზის გამოხატვის აღწერილობი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ამ რეჟიმის. სპირიდონეს ვარჯია აღნიშნა, რომელიც გამის განმავლობაში ყოფებოდა არქიპოს სეთურის გავლენის ქვეშ. ასევე მინდა აღნიშნოთ ფაქტი, რომ სპირიდონეს ვარჯია მწვერვალით სადაც ხარბოჩი ახლა კი 6 წართვა სეთურმა. ასევე სეთურის მიერ დაშნებულმა ხალხმა საცემეს და საუბრობდა ზემოდი ეს სპირიდონეს ვარჯიას შედეგად იგი საავადმყოფოში აღმოჩნდა. ასევე შეშალია იგი და სტამოსის თემსა. მადლობა ყურადღებისთვის. არქიპოს სეთურის დაცვის მხარეს უფრო მოახსენოს თავისი დაცვის ქვეშ თავს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, სპირიდონეს ვარჯია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალსდებს მოსახლეობის არაკანონიერ მართვასა და დემაგოგიაში. მისი მიზანი თითქოს ხალხის დამონება იყო. სინამდვილეში არქიპოს სეთური არის ხალხის მოსამართლე და ხალხის მოამაგე და დამსაქმებელი. მას აქვს ერთგვარი ბიზნესი, ხალხს ამუშავებს და აძლევს ანაზღაურებას. ხალხი ამით კმაყოფილია, პატივს და უყარს სეთური. ასევე სეთური ზრუნავს იმასაც, რომ ხალხს ბევრი საფრთხელი და სადარგებელი არ ჰქონდეს და მინდა შეგახსენოთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის მე-13 პუნქტი. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იცვლიდეს ადგილსამყოფელს ყოველი დამკვირვების გარეშე. ამ უხრის მიხედვით საირმის წრის მოსახლეობას შეეძლოთ და ჰქონდათ უფლება წასულიყვნენ სხვაგან საცხოვრებლად, მაგრამ მათ არჩიეს არქიპოსთან დარჩენა და იმ რეჟიმით ცხოვრება, როგორი რეჟიმითაც არქიპო აცხოვრებდა ხალხს. მინდა მოგახსენოთ ასევე არქიპოს სეთურის სტუმართმეყვარეობის შესახებ. მან ხომ დიდი სიამოვნებით მიიღო დათადამოსე მას სასტუმრად, რადგან გამოეზამთრებინათ. უმასპინძლდებოდა საკვებით და ზრუნავდა მათ კეთილდღეობაზე. მადლობა. ხო, ბატონო პროკურორო, დაკითხოთ დაავადებული არქიპოს სეთური. ბატონო არქიპო, დაიფიცეთ, რომ იტყვის სიმართლეს. ფიცა რომ იტყვის სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. გთხოვთ მიაგოთ თქვენ საქმიანობაზე. რა საქმიანობთ? მე პატარა ბიზნესი მაქვს. საირმის ტყის მახლობლად ერთგვარი მიწებია. მუშებს ვათხრევინებ, ვარჩევინებ, ვარესხინებ. შემდეგ ჩაგვაქვს ქუთაისში და იქ ინგლისელები ყიდულობენ. წიაღისეულის მოსაპოვებლად წყლის ნავთის და მისთანების ამოღებაში ყოფილა გამოსადეგი. ამით კარგი შემოსავალი მაქვს. თქვენი თავდაპირველი სახელი აბელია. არქიპო რატომ დაერქვით? აბელი შეწუხებულს ნიშნავს. ალბათ არ იცოდნენ შემომშობლებმა და ამიტომ დამარქვეს. ხოლო არქიპო თავის ცხენების უფროსს ნიშნავს. და თქვენმა ხალხმა თუ იცის ეგ? იცის, აბა არ იცის. ხალხს თუ უძახე ადამიანი ხარო, გეტყვის რომ მე შემიძლია მაშინ შენი ადგილი დავიკავო და ამას გააკეთებს კიდეც. სულ დაჭიმული უნდა ყავდეს და ცხენი დასახედარი უნდა უძახო. ამით ბედნიერად და ლაღაც ცხოვრობენ. სპირიდონოს სულანჯიას რომ ჩასხეთ და გამოვაგდეთ მწკრივიდან. მაგაზე რას მეკითხეთ? ეს ყოველი რომ მისივე კეთილდღეობისთვის იყო გამიზნული. მან თქვა არქიპოს სეთური იმდის ვაჭმენ, შიმშილით რომ არ დავიხოცოდო. მან დაკარგა ჩემი შიში და მოგრძალება. ამით მან თავის გაუგებდურა და სხვის გაუგებდურებასაც შეეცადა. ყოველგვარ ფუფუნებას მოაქვს უბნეობა და გაყრილება. სპირიდონოს სულანჯიას 6 გოჭი რომ წაართვით. მაგას როგორ ამიხსნით? 9 გოჭი ყავდა მას. 8 უნდა წამეთმია და არ გაუგებდებოდა. ფულის გემოს ვერ გაიგებდა და გადარჩებოდა. როგორც აღნიშნა, ყოველგვარ ფუფუნებას მოაქვს უბნეობა და გაყრილება. ბატონო არქიპო, რატომ არ შეუშალეთ ხელი თქვენს ბრბოს, როგორც ასე უწოდებთ, დათასა და მოსეს გადახვაში? მაშინ ბალახის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ინფორმაცია რომ მქონდა, მაინც არ დავუშლიდი. რადგან მოსემდა დათომ ხელი შეუწყეს ადამიანების გაუგებდურებას და მათ პრობლემები შეუქმნით. მადლობა, ხაბი არა. ხო, სულანჯიას დაცვის მხარეს დაკითხოს დაავადებული არქიპოს სეთური. ხოთ მოგვახსენებთ, რატომ აიძულებით ხალხს ელოს და თქვენ? მე ჩემთვის ლოსოს არ მოიძულებდი, ისინი თავისინებით ლოსულობდნენ. ადასტურებთ თუ რა დემაგოგიას. ანუ დემაგოგია არის qalbi ემოციების აგებული ლაპარაკი, როცა ადამიანი არ იყენებს რეალურ არგუმენტებს, არამედ ცდილობს ხალხის გზნობებზე, შიშზე, ან იმედზე თამაშით მოიპოვოს მათი ნდობა ან მხარდაჭერა. დემაგოგი ხშირად ამას იტყობს ამბობს, ბევრს პირდება, მაგრამ მისი მიზანი სიმართლის თქმა კი არა, ხალხის მოხიბლა და მათზე გავლენის მოხდენა. ესა მანიპულაცია კი, მაგრამ ხალხს უყევდით ციფიკას, ამასთანავე იმედს განწყვეტით და ამის შემდეგ გამოთქვა რომ ეს არის დემაგოგია. ასე არის. რა სიტყვით ბავშვებზე, რომელთაც არ ქონდათ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება და ისინი ისევე გემორჩილებოდნენ როგორც მათი მშობლები. ისინი ამას თავისინებით არჩევდნენ როგორც თავიანთი მშობლები. ამბობთ რომ სპირიდონოს სულანჯია წამხეზებელად და თავისი აზრი გამოთქვა, რისკენ აფეზებდა იგი ხალხს. თავის დაუპირდნენ, თუ ხალხი ფულზე ფიქრს დაიწყებდა, დაიღუპებოდნენ კიდეც. როგორც აღნიშნა, ყოველგვარ ფუფუნებას მოაქვს უბნეობა და გაყრილება. საქართველოს სისხლშამანის კოდექსის 154 მუხლით ძლებს არ ადამიანს მორბობას. ბატონო სეთური, როცა ხალხს აშემშილებდით და ფსიქოლოგიურად დავძიმებდით. იცოდით რომ ამით კანონს არ გვევდით. როგორ ახდით თქვენ ამ ქმედებას? ასეთი ქმედება არ გამოიხოცებია. ხო, სეთურის დაცვის მხარეს დაკითხოს დაავადებული არქიპოს სეთური.
თქვენ ხალხი დააკავეთ და ანაზღაურებას აძლევთ. მიუთითებთ თუ არა რომ თქვენ მასზე ზრუნავდით. ხალხისთვის რომ არ ჩაგედოთ თავიდანვე საქმისადმი სიყვარული. იქნებოდა თუ არა მათი ნამუშევარი ხარისხიანი. არა. იყო თუ არა სულანჯია ხალხის აღხიზებელი. თქვენ თუ არა საკუთარ თავს დამნაშავე. არა. თქვენ ყოველი საქციელი არის იმის მიზეზი რომ ხალხმა იცხოვროს მშვიდად. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოვლენაა. ჩაებაში ხო დაზარალებულ სპირიდონას უანჯიას. შოვე გაახლეთ სპირიდონას უანჯიას. სპირიდონას უანჯია მოგწადით. ხოთ მოგახსენეთ თქვენში. გამარჯობათ, მე ვარ სპირიდონას უანჯია, ვცხოვრობ საერნის ტყეში და მუშაობდი არქივოს სამსახურში. ქალბატონო პროკურორი, გაქვთ კითხვები, მასთან კითხვები არის. სულანჯიას დაცვის მხარეს ხო კითხვები დაუშვეს. დაიქცეთ რომ ვიტყვით სიმართლეს. ვიცავ რომ ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. პირველ რიგში მოგვახსენეთ რომ მდგომარეობაში განყოფილდა ციფრული თქვენ და დანარჩენ მოსახლეობას. უკვე წლებია შიმშილით ვიხოცები. ჩვენ უცხოს შრომას არაფერი არ მოსდევს, არ თუ გვაძლევს იმდეს რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. თუ შენი აზრი დააფიქსერე დღევანდელ რეალობაში გასასამართლებელი ხდება. თქვით თუ არა რომ სეთურს ტოტალიტარული რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული. თქვენი აზრით რა განაპირობებდა იმას რომ ყველა მას ემორჩილებოდა? ძირითადად შიში ყველას ეშინოდა თავისი აზრის დაფიქსირების და შემდეგ როცა მე დამინახეს თუ რა მომივიდა ჩემი აზრის დაფიქსირების შემდეგ უფრო ყველას შიში გაუჩნდა. რა მატერიალური ზიანი მოაყენათ მათ? 9 გოჭი მყავდა და 6 წამართვა. იყო თუ არა პროტესტის მიცდელობა და თუ იყო გითხარით როგორ მოახერხა ზეთურო ამის ჩახშვა? დიახ, იყო ჩემი მხრიდან და მაშინ სამსახურიდან გამაგდეს და გამლახეს. თქვით თუ არა რომ სეთურმა კვალი დატოვა თქვენს ფსიქიკაზე? დიახ, ჩემ ფსიქიკაზეც კვალი დატოვა და არა მარტო ჩემზე, ჩემ ოჯახის წევრებზე და ხალხზეც. და ბოლოს გთხოვთ მოგახსენოთ სასამართლოს რას მოითხოვთ მისგან? მე ვითხოვ ჩემ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და სეთურის დასჯას. მაგრამ გთხოვია. სეთურის დაცვის მხარეს ხო დაკითხოს დაზარალებული სპირიდონას უანჯია. ახდენად თუ არა თქვენზე სეთური ფიზიკურ ზეწოლას, რადგან შეგესრულებინათ დავალებული სამუშაო პირმოწვათ. სეთური არანაირ ზეწოლას არ ახდენდა ჩვენზე, მაგრამ ის გამუშავებდა როგორც მონებივით და ძალიან მინიმალურ გადასახადს გვაწევდა. ზრუნავდა თუ არა სეთური იმაზე, რომ გემუშაოთ და მიგიღოთ ანაზღაურება. სეთური არ ზრუნავდა ჩვენზე, ძალიან ბევრს გამუშავებდა და მცირეს გვიხდიდა. სურდა თუ არა რომ არქიპო თანამდებობიდან გადასულიყო. არქიპო სეთური არანაირ თანამდებობაზე არ იყო, იმას უბრალოდ ბიზნესი ჰქონდა, სადაც ხალხს ამუშავებდა და ის არ დაუნიშნავს არავის არც მომარჩენად და არც არანაირ თანამდებობაზე. შეიძლება ითქვას თუ არა რომ თქვენ ამ დროს, როდესაც შემოგქონდათ სარჩელი, გამოძრავებდათ პირადი შურისძიების მოტივი. არანაირ პირადი შურისძიების მოტივი არ მომძრავებს, მე მინდა ჩემი მატერიალური ზიანის ანაზღაურება და ხალხის თავისუფლება. მოგვიგებთ კითხვა ვიღანებს. სასამართლოში მოწვევის სტატუსით ხო ექიმი კაპანაძეს. ექიმი მოგზაურდეს. ხოთ მოგახსენეთ თქვენში. მე ვარ ექიმი კაპანაძე, რომელმაც განკურნა სპირიდონას უანჯია. სპირიდონ, თხოვთ უანჯიას დაცვის მხარეს დაკითხოს ექიმი. ხოთ მოგახსენოთ რომ მდგომარეობაში მოიყვანეს დაზარალებული სულანჯია თქვენ საავადმყოფოში. ჩვენ დეკემბერი იყო საღამოს 8 საათი. მე მორიგე გახდით, როდესაც შემოიყვანეს დაზარალებული სულანჯია. მას აღენიშნებოდა მრავლობითი დარეჟილობა, თავი ქონდა გატეხილი და ორნეკი ქონდა ჩამტვრეული და ეს ყველაფერი დამოწმებულია ექსპერტისგან გაცემული ცნობით. იგი მოათავსებთ სტაციონარულ განყოფილებაში და მისი მკურნალობის პროცესი გაგრძელდა 2 თვის განმავლობაში. ხოთ მოგახსენოთ როგორ იქცეოდა დაზარალებული საავადმყოფოში. მას ჰქონდა ნერვული აშლილობა, რაც მკურნალობის პროცესს აფერხებდა. როგორ ფიქრობ, ნერვული აშლილობა თან დაყოლილი იყო თუ ახალი შეძენილი? როდესაც შემოიყვანეს დაზარალებული სულანჯია, მას ის ძალიან ნაცემი იყო და ამის ფონზე განუვითარდა მას ნერვული აშლილობაც და მკურნალობის პროცესის დასრულებისთანავე იგი განთავისუფლდა ამისგან. მაგრამ კითხები. სასამართლოში მოწვევის სტატუსით ვიძახეთ ელევია კოპინიშვილი. ელევია კოპინიშვილი მოგზაურდით. მე ვარ პელაგია კოპინიშვილი, ცხოვრობ არქიპო სეთურის მეზობლად, მის მმართველობის ცენტრში საერნის ტყეში. სულანჯიას დაცვის მხარეს თხოვთ კითხვები დაუშვეს. რა შეგიძლიათ თქვათ არქიპო სეთურის შესახებ? არქიპო ჩვენი მამა მარჩელავია, ჩვენი ღმერთია. ის რუნავს ჩვენზე და გვიცავს რომ არ გაუბედურდეთ. თქვენ მის ყოველივე სურვილს ემორჩილებოდით.
არა, მე არავის არ ვემოხილებინებ, ჯერა ჩვენი მამა მარჩენალის. რომ მას მართლაც კარგი უნდა ჩვენთვის, ჩვენ გვიყვარს ის და ვოცლობთ მისთვის. საიდან ჩანს რომ მას თქვენთვის უნდა კარგი. თუნდაც ის რომ არ დაასახმა ჩვენი კაცები ლოკმა პური არ გვაკალია. მანოთ კითხვა. ასევე ის ცდილობს უნდობლობა ჩამოაგდოს ჩვენს მოსახლეობას შორის, რადგან ამას ის ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს, რადგან ერთმანეთში არ ვილაპარაკოთ, არ ვიჭორავთ და სული არ წაგვიწმინდა ნაკედა ჩას მისის რომლად ჩვენს გამა. კითხებია. სასამართლოში მოწმის სტატუსით ვიძახეთ არქიპოს ცოლს. არქიპოს მეუღლე მოგრძანდეს. ხოთ მოგახსენოთ თქვენ. არქიპოს ეთურის ცოლი გახლავართ. კარგად ვიცით რომ მის ყოველ ჩანაფიქს სრული სიზუსტით გათვლილ და ჩამოყალიბებულ გეგმებს. არავის ისე არ შეუძლია გამოიყენოს, გაძარცვოს და თან ადიდებინოს თავი მისივე მსხვერპლთ მათივე ნებით. ცოდი და ჩუმად გავესაუბრე ასინეთას, მაგრამ მან ეჭვის თვალი დამიწყო ყურება. სპირიდონ სულანჯიასაც გავესაუბრე. Rauden გასაკვირიც არ უნდა იყოს, მან უფრო გამიგო ვიდრე ქალმა ქალს. მისი მზეიდან მივხვდი, თავადაც კარგად ცონია, თუ რა კაცია არქიპო. მორწმუნე, ღვთის მოშიში გახლავართ. სიმართლით მიცხოვრია და ვერ ავიტანე ჩემი ქმრის მიერ ხალხის ასე გასულელება. აღარც ძილი მაქვს და აღარც მოსვენება. თვალწინ მიდგანან არქიპოს მიერ გაბრუებული, გავბედურებული ხალხი. ამ ხალხის ლუკმას ჩემი შვილებიც ჭამენ. შიშობლო ლოცვაც აღარ უშველის ჩემ ოჯახს. ამიტომ მოვედი აქ დღეს. დაიახსრულდეს სამართალი და მშვიდობა მოიპოვოს ჩემმა ოჯახმაც. სეთურის დაცვის მხარეს ვთხოვ კითხვები დააწყოს. დაიწყო სიმართლის. ფიცარო ვიტყვი ყოველ სიმართლეს. მართალია რომ წლების განმავლობაში ქუთაისში ცხოვრობდი და არქიპოსთან არანაირი ფიზიკური და სულიერი შეხება არ ჰქონდათ. ჩვენ გვქონდა კავშირი. მე არქიპოს ცოლი გახლავართ და იგი ფინანსურად უზრუნველყოფს ჩვენ ოჯახს. თქვენი პირადი ურთიერთობების დაშლა არქიპოს პროფესიონალურ რეპუტაციაზე როგორ შეიძლება ისახოს? მე თქვენ კანონებში ვერ ვიყევი, მე მხოლოდ ჩემი სიმდის მალაპარაკებს. თქვენს წინააღმდეგ შეიძლება საფუძვლად ედოს არა სამართლიანობა, არამედ პირადი წყენა ან დაუკმაყოფილებელი ნდობა. და ბოლოს, თუ არ ცნობდით მის შიდა ცხოვრებას, სახელმწიფოებრივ პოზიციას და მის არჩევანს, რატო იზიარებდით? რატომ უნდა ედოს სასამართლო თქვენს სუბიექტურ შეფასებას? მე ღვთის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე მოვიხადე ვალის სიმართლის აღიარებით. დარჩენილი თქვენზე და გინდათ მენდეთ და გინდათ არა, ეს თქვენი კომპეტენცია. სასამართლოში ვიძახეთ მოიწვია კაკოთაბაგას. კაკოთაბაგარი მოგზენდი. ხოთ მოგახსენოთ თქვენ შესახებ. მე გახლავართ კაკოია თაბაგარი, არქიპოს ეთურის მარჯვენა ხელი. ქალბატონო პროკურორო, გაქვთ მასთან კითხვები? მასთან კითხვები არ აქვს. ხავს ეთურის დაცვის მხარეს დაკითხოს მოწმე. გაიგეთ რომ ვიტყვით სიმართლეს. ვიცი რომ ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. რა ურთიერთობა გაქვთ არქიპოს ეთურთან? არქიპოს ეთური ჩემთვის უпроსტე მეტი ადამიანია. და მე მის მარჯვენად მუშაობ და მასთან ერთგული ურთიერთობა მაკავშირებს. ვიცავ მის წესრიგს, მის მართლობის პრინციპებს და მისი საქმის სწორი მიმდინარეობის პასუხისმგებელი პირიც ვარ. მასთან ურთიერთობა ემყარება პატრიოტიზმს და საერთო მიზანს, ხალხისთვის უკეთესი ცხოვრება. გთხოვთ გითხრათ, როგორ ზრუნავთ რომ ხალხი არ დაუბედურდეს? ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ სოფელში წესრიგი იყოს და ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემდეს. ზუსტად ვიცით ვის რა ევალება. ყველას ერთ და იმავე დროს ვაღვიძებთ, ვნაწილებთ სამუშაოს. და არავის არ ვაძლევთ ხელს თავხედობასა და სიზარმაცეში. როდესაც ყველა თავისი წილით მუშაობს და თანაბრადაც იღებს ლუკმას, აღარავის არ ჩნდება განცდა, რომ სხვაზე მეტი უფლება აქვს და დიახ, სხვაზე მეტი უფლება არ აქვს. არის თუ არა სეთურის სამართლიანი მართველი და თუ არის გთხოვთ გაგვიმარტოთ ამის მიზეზი. დიახ, არქიპოს ეთური მართლაც სამართლიანი ადამიანია, მას აქვს განსაკუთრებული საყვარელი ადამიანები, ყველას თანაბრად ექცევა. ის ექნება ეს უბრალო მუშა თუ თავისი მარჯვენა ხელი. ვინც მუშაობს აფასებს და ვინც არ მუშაობს პასუხისმგებლობას აკისრებს. თქვენი აზრით არქიპოსთან რატომ ჩერდება ხალხი და რატომ არ მიდის სხვაგან საცხოვრებლად? იქნება ამის მიზეზი სწორედ არქიპოსადმი ხალხის სიყვარულია. დიახ, ხალხი არქიპოს ენდობა და პატივს სცემს. მათ იციან რომ სხვაგან შეიძლება უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეთ, მაგრამ არქიპოსთან უფრო მეტი სამართლიანობა და თანასწორობა. არქიპოსთან კი არის სიტყვა და სიყვარული. მადლობა, კითხები აქვს. სასამართლოში ვიძახეთ მოწმე ასინეთას. ასინეთა მოგზენდეს. ხო
ხოთ მოახსენებთ თქვენი შესახებ. მოგესალმებით, მე ვარ ასნეთა, მე ვარ არქიპოს სექტორის მარჯვენა ხელი და ვასრულებ სხვადასხვა დავალებას. ხო, დაცვის მხარის არქიპოს მარჯვენა. რამდენი ხანია რაც არქიპოს სექტორს იცნობთ? არქიპოს სექტორთან უკვე 10 წელზე მეტი ხანია მუშაობ. თავიდან როცა გავიცანი, მე ვცდილობდი ზამენ სიმშვიდეს დამყარებას, მაგრამ ნახევარ დღის კოწე გავიარზე, რაც ნიშნავს სამართლიანობისთვის ბრძოლა. როგორ მახასიათებლებს გამოარჩევთ არქიპოს სექტორში, როგორც ხელმძღვანელს? მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს საქართველოში მშვიდობით რომ იცხოვროს. საბოლოოდ დარწმუნებული ხართ, რომ არქიპო ყველას ქმედება ემსახურებოდა ხალხს და სახელმწიფოს? კი, არქიპოს არ აქვს საკუთარი ხალხი და პარტია. მას მხოლოდ ცდილობს, რომ ყველას მოუაროს და კარგად მოიქცეს. არქიპო არის ჭკვიანი კაცი. ის ჩვენი მომარჩენელია, დედაც და ღმერთიც. ის ჩვენზე ფიქრობს დღე-დღე. ფიქრობთ თუ არა, რომ არქიპო სამართლიან ექცეოდა მის ხალხს? არა, ასე არ ვფიქრობ, რადგან ის ჩვენს გვაძლევს სამსახურს და ანაზღაურებას. არქიპო, რასაც აკეთებს, ყველაფერს ჩვენს საკისიკეთისთვის აკეთებს. თვლის თუ არა, რომ არქიპო და შავიოს მანჯიას მიმართ? არა, ასე არ ვფიქრობ. მადლობა, კითხავი აქვს. ახლა თქვენ წარმოადგენთ დასკვნითი სიტყვას. პირველ რიგში უსმენთ პროკურორს. დღეს კარგად დავინახეთ, თუ რა დღეში ჰყავდა არქიპოს სექტორს ხალხი. იმ ადამიანებს მისი ეშინოდათ. შეგახსენებთ ადამიანის უფლებების დეკლარაციის 23 მუხლის მე-3 პუნქტს. ყველა ადამიანს, რომელიც შრომობს, უფლება აქვს იღებდეს დამოუკიდებელ გასამსჯელოს. სექტორი კი ამას არ ითვალისწინებდა. ხალხს მონურად ამუშავებდა. მას მხოლოდ იმდენ გადასახადს უხდიდა, შიმშილით რომ არ დახოცებიყვნენ. იგი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა ხალხზე. მათ ისე ექცეოდა, როგორც მას სურდა და დამორჩილებული ჰყავდა ხალხი. ტვინსურეთს ჰყავდა, რაც დიდი დანაშაულია. როგორც აღვნიშნეთ, არქიპოს სექტორი შემკვეთია სპირიდონოს სულანჯიას ცემისა, რომლის შედეგადაც იგი მოხვდა საავადმყოფოში ბრუტალური დაზიანებებით. იგი ასევე შემკვეთია მოსე ზამთარაძისა და დედა თუთაშხიას ცემისა, რომლის შედეგადაც მას სასტიკად გაუსწორდნენ. არქიპოს სექტორი დამნაშავეა ხონების ხელყოფაში. ქალბატონო მოსამართლე ნაფიცობს საჯულებო. ადამიანთა უფლებების დეკლარაციის პირველი მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი უფლებებითა და ღირსებით, რასაც არ ითვალისწინებდა არქიპოს სექტორი. მე-3 მუხლი ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არქიპოს სექტორმა ფიზიკური ანგარიშწორება განახორციელა აღნიშნულ 3 ადამიანზე, რომლის შედეგადაც მათ სიცოცხლეს დიდი საფრთხე შეექმნა. მუხლი მე-17-ის თანახმად არავის უნდა ჩამოართვეს ქონება თვითნებურად. დარღვევას ექვემდებარება ასევე ეს მუხლიც. მართებულად მიმაჩნია, რომ არქიპოს სექტორის მიმართ დღეს უნდა განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი რეაგირება. მიუღებელია, რომ მსგავსი ქცევები დარჩეს უპასუხოდ. რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს სისტემურ უსამართლობას. საზოგადოებრივ ინტერესს მნიშვნელოვნად ემსახურება სამართლიანი და პრინციპული მართლმსაჯულება. იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო განაჩენი დაეფუძნება კანონიერებასა და სასამართლო პრინციპებს. გვალობთ ყურადღებისთვის. მოусმინოთ სულანჯიას დაცვის მხარეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის თანახმად აკრძალულია არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. სწორედ ამ მუხლების დამღები გახლავთ არქიპოს სექტორი. ის ხალხს აძლევდა ცრუ იმედს, აშიმშილებდა და უგულველობდა მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტანჯვას. ერთ-ერთი შემთხვევა გახლავთ სულანჯიას შემთხვევა, როდესაც მას წაართვეს იმ დროისთვის საარსებო რესურსი 6 გოჭი და ასევე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. სექტორის ქმედება არ იყო მხოლოდ საკუთრების წართმევა, არამედ ადამიანი დაჰყავდა შიმშილის ზღვარზე. ამით მან დაარღვია 154 მუხლი, არაადამიანური და გამცირებელი მოპყრობა, 192 მუხლი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, 126 და 125 მუხლები, ძალადობა და ცემის ფაქტი. სექტორის რეჟიმი იყო ტოტალიტარული, ის ხალხს აძლევდა ცრუ იმედს, ატყუებდა, აშიმშილებდა და მართავდა ფსიქოლოგიური ძალადობით. ასევე ის ხდებოდა იმ ადამიანების მიმართ,
ბრძანებელი, რომლებიც მას ენდობოდნენ. ქალბატონო მოსამართლე ბრალდების ხარეთ თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე მოწმეების ჩვენებები და თვით არქიპოს ეთურის ქმედებები საკმარის საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ მას მიესწროს მკაცრი სასჯელი. ქალბატონო მოსამართლე, ქალბატონო და ბატონო ნაბიჯი საჯაროდ. დღეს ჩვენ გავიხილეთ ბრალდებული არქიპოს ეთურის საქმე. არქიპო ლიდერია, იგი არავის არ აიძულებდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ისიც აღსანიშნავია, რომ საირმე ტყის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლოთ წასულიყვნენ და სხვაგან ეცხოვრათ და თავიდან აეცილებინათ ეგრეთ წოდებული ტოტალიტარული რეჟიმი, როგორც ამას თვით სპირიდონა სულანჯია უწოდებს. თვალშისაცემია ისიც, რომ არქიპო განსაკუთრებულად ზრუნავდა ამ ხალხზე, ზრუნავდა, რომ მათ სარწმუნოებებელი ჰქონოდათ. ყველანაირად უწყობდა ხელს, აღშობდა შრომას და ამის სანაცვლოდ ანაზღაურებასაც უხდიდა. მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა ეს ყველაფერი საპირისპიროდ გაიგო. ამის ნათელი მაგალითია სპირიდონა სულანჯია. ეს თვითონ არის უმადური ადამიანი და არ შეგვიძლია მის ჩვენებაზე ბრალი დავდოთ არქიპოს ეთურს. ნაფისო მსაჯულებო, მოგვართავთ გთხოვთ, გამოიტანოთ სამართლიანი ვერდიქტი. ბოლო სიტყვა იძლევა ბრალდების არქიპოს ეთურს. ქალბატონო მოსამართლე, ქალბატონი და ბატონი ნაფისო მსაჯულებო, გვენდობი მე თქვენს გადაწყვეტილებას მჯერა რომ არ გამწირავთ და სამართლიან ვერდიქტს გამოიტანთ. გაითვალისწინებთ იმასაც, რომ მე ხალხისთვის მხოლოდ სიკეთე მინდა და მათზე ვზრუნავ. მადლობა. სასამართლო გადის განაჩენის გამოსაყენად. მიუხედავად ნაბიჯს გადაიღებს. ვერდიქტი არის გამამართლებელი ან გამამტყუნებელი. იმჯერეთ და გამოიტანეთ ობიექტური გადაწყვეტილება. ახლა კი გთხოვთ, გადაინაცვლოთ თქვენთვის განკუთვნილ ოთახში მშელობისთვის. სანამ ნაბიჯის მსაჯულები ვერდიქტს გამოიტანენ, ვაცხადებ შესაძლებლობას. ნახევარი საათი. ჩვენ გამოვიცადეთ კაბინეტში სამშაბათ, უნივერსალურ არქიპოს საქმის შესახებ და ყველა გამოაცხადოს თავისი აზრი. ქალბატონებო და ბატონებო, პირველი ჩემს მოგახსენებთ მე, ჩემი აზრით არქიპო არის მართალი და კარგი ადამიანი, მან მისცა ამ ხალხს, ამ სოფლის ხალხს სამუშაო, ამუშავებდა და თუ არ მოწონათ ამ ხალხს სამუშაო, შეიძლება ჩვეულებრივად დაეჭირება. შეგეწინააღმდეგებთ ამ წინადადებაში, რადგანაც მე სასამართლო სრულობისას ვიწერდი, ბევრი რამე ჩავიწერა და იმას გეტყვით, რომ სულანჯია ამას აპროტესტებს, რადგანაც მან არქიპომ სულანჯიაზე მოახდინა ფიზიკური და ასევე ფსიქოლოგიური ზეგავლენაც, წაართვა საარსებო წყარო 6 გოჭი და არქიპომ თავისივე პირით თქვა, რომ 8 გოჭის წათმოსაპირებდი 9-დანო, მაგრამ 6 წავართვიო და ასევე ამას ადასტურებს არქიპოს კი არა და სულანჯიას ექიმი. და ამ ექიმმა თქვა, რომ სულანჯია მოვიდაო ჩვენთანო ფსიქოლოგიურად აშლილიო. ასევე ორი ნეკლი ქონა ჩარეწილიო და ბევრი დაბეჭდილება აღენიშნებოდაო. ორი თუ დასჭირდა ამ ყველაფრის აღსადგენადო. და არ ვიცი აბა. მაგრამ მარიამ, თუ კი ხალხს ის უყვარს, ნამდვილად უნდა და არ უნდათ რომ სამუშაო დაიტოვებინათ. ისე იგი თავიანთი სამუშაო ნამდვილად არ ეწუხებდნენ. თუ კი არ ისიამოვნებოდათ მათი სამუშაო თუ რასაც აკეთებდნენ, მაგ შემთხვევაში ისინი დატოვებდნენ. მაგაზე შეგეწინააღმდეგე, იმიტომ რომ როდესაც სპირიდონემ გამოთქვა მისი აზრი, ამ დროს ასე დღეს ჩავარდა ცემეს, დაბეჟეს და დარწმუნებული ვარ, ვისაც უნდა თავის აზრის გამოთქვა, მათ შეეშინათ. მე სპირიდონემ აზრი გამოთქვა. წასვლა ხო არ უნდოდა. დღეს ჩვენად დაცვის ხარისხს მოусვეს, ეს არის სრული აბსურდი. არქიპოს ეთურმა ჩვეულებრივი დიქტატორული სისტემა შექმნა. ადამიანების უფლებები იმ დონეზე შელახა, რომ თვითონ ამ ადამიანებს არ ახსოვთ, რომ რამე უფლება გააჩნდათ. შელახულია განათლების, სიტყვისა და ფიზიკური თავისუფლების უფლება. ასევე აღენიშნებათ მას როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური დაზიანება. ამიტომ უნდა გამოუტანოთ ჩემს გამამტყუნებელი განაჩენი და უნდა იყოს გასამართლებული არქიპოს ეთური. არ დაგეხმები, რადგანაც ეს დიქტატორული მმართველობა რაც შენახსენე, არ არის მართალი. არც ერთი მისი მუშა არ იყო შეზღუდული თუნდაც იმით, რომ მიიღო განათლება, ან დარჩენილიყვნენ აქ. ყველას ჰქონდა იმის თავისუფლება, რომ დაეტოვებინა, მიიღო განათლება, ყოფილიყო თავისუფალი ადამიანი, როგორც უნდათ, მაგრამ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყვნენ და ემუშავათ ეთურისთვის. ასე რომ ბრალდებული არ არის მტყუანი და მისი გასამართლება უნდა მოხდეს.
გამართლება. ასევე აქ ადგილი ქონდა ტრაფიკინგს, რადგან ანუ მანიპულატორის როლსაც ასრულებდა, რადგან მან მხოლოდ საარსებოდ უხდიდა ფულს და როდესაც აი მაგალითად სპირიდონ სულანჯიამ თავისი აზრის გამოხატვას სცადა, ხალხს პირიქით არწმუნებდა, რომ ფული ცუდი იყო და ანუ პირიქით ფული კი არ გაახარებდა, მას პირიქით გააუბედურებდა და ასე მოხდა ზუსტად მოსეზამ თარაზის დედათაშხიას ამ ცემა, როდესაც ისინიც ცემა და ჩემი აზრით თუ ანუ არ დაისაჯა ამ დანაშაულის გამო კიდევ ბევრი ადამიანი დაირჩება და მრავალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იქნება. მაგრამ სასამართლოზე არქიპოს ეთურმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, ამ ცემის შესახებ და დავამატებ იმასაც, რომ ამ ბოდიში ვაგეჩები არ იცოდა ამ ცემის შესახებ, მაგრამ ასევე თქვა, რომ ცოდნოდაო მეო ანუ უარს არ უტყოდიო, რადგან შესაძლოა რაღაცებში დამნაშავეა არქიპოს ეთური, მაგრამ მის გარეშე ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შიმშილით დაიხოზოს. მასთან მის გარეშე ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცება შიმშილით, რადგან ის იყო მათთვის საკვების და შემოსავლის წყარო და ის რომ ჩაждეს ციხეში, მათ აღარ ექნება არც შემოსავალი, არც საკვები და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვს საკმარისი განათლება, უფრო დაბალი შანსია, რომ სხვა სამსახურებში იმუშაო და აიგონ ესეთი შემოსავალი. ხო, მაგრამ იგი არ ადამიანურადაა და დამამცირებლად ეყრდნობა ხალხს, იგი ხალხს აწამებდა და მინიმალურ გადასახადს უხდიდა საარსებოდ. და ანუ ეხლა თქვენ გაქვთ ორი გადაწყვეტილება რა. ან ჩასვათ არქიპოს ეთური ციხეში და გქონდეთ და ადამიანები დაიხოცონ შიმშილით, ან გამოუშვათ არქიპოს ეთური და გადარჩეს ათეულობით ადამიანი და არ დაიხოცოს შიმშილით. მოგეხსენებათ არქიპოს ეთური სპირიდონე სულანჯიას რა უქნეს აზრის გამოთქმის გამო დიახაც და ამ დროს როდესაც ვინმეს სამსახურიდან წასვლა რომ მოსდომოდა შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა მას ფიზიკური, მენტალური, ფსიქოლოგიური არ აქვს ამას მნიშვნელობა, ამას ძალადობასთან აქვს ყველანაირად საქმე და ასევე იმას ვიტყვი რომ შეეძლო არქიპოს ეთური თუ დიდი ადამიანი იყო შეეძლო რომ მას გაეკეთებინა მცირედი შესვენება სამუშაო საათების დროს ან შეეძლო ზედმეტი ფული ანუ ზედმეტი ანაზღაურება მისცემოდა და ამისთვის სტიმული მიეცათ რომ კარგად ემუშაოთ უფრო და ამის გამო არ წავიდოდნენ ისინი სამსახურიდან. ჩაგიჭრები და არ დაგეთახმები იმაში, რადგანაც დაზარალებულმა როცა გამოვიდა სიტყვით, მან პროვოკაცია მოახდინა ხალხზე და ხელი შეუწყო ამბოხის დაწყებას, რაც არ იყო სწორი და არც ერთ მის მუშას არ აქვს ისეთი შეზღუდული ცხოვრება, რომ წავიდეს და თავისთვის ცხოვროს, მიატოვოს სამუშაო. ყველას აქვს ამის უფლება და არ ზღუდავს ამას ბრალდებული. შესაბამისად, ეს რომ დაზარალებულმა გამოთქვა აზრი, ეს არ იყო მისი აზრის გამოთქმა, ეს იყო თავისი აზრის სხვებში გავრცელება და მისი აზრის პროვოკაცია. არქიპოს ეთურთან ვის მუშაობდნენ, ისინი იყვნენ გაუნათლებელი და არ იცოდნენ რა მოხდებოდა. ისინი თუ წავიდოდნენ სამსახურიდან, მათ ეგონათ რომ ვერ გადარჩევდნენ და სხვა სამსახურს ვერ იპოვდნენ. როგორც მოხდა სპირიდონაზე. მან გამოთქვა თავისი აზრი, ხალხი იმდენად შეეშინდა და იმდენად ჰქონდათ გამორიცხული, რომ იგი ჩაქოლის, ცემეს. ასევე იმას დავამატებდი, რომ არქიპოს ეთური დამკვეთი გახდა არ მარტო მე იმას ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ არქიპოს ეთური რომ მოხდა ესეთი რაღაც გასამართლება მოუწია, ჩემი აზრით იგი მიხვდება თავის დანაშაულს და შეიძლება ხალხს უფრო მეტი ფული გადაუხადოს და უფრო კარგად ამუშაოს და უფრო კაი პირობები შეუქმნას სამუშაო. ასევე აღარ იძალადებს და აღარ დააძალებს არაფერს და ჩემი აზრით გამოსწორდება. ხო, მაგრამ ამდენი ხანია ისინი მუშაობენ და არაფერი არ გაუკეთებია ზედმეტი. ხალხს არაფერი ამოუღია ხმა და თუ არ. ხო, სპირიდონე სულანჯიამ ამოიღო. ხო, არ აძალებდა. დაძალება რა შუაში საერთაშორისო საარსებო გარემო არ გააჩნდათ ამ ადამიანებს და ძალიან მცირე რაოდენობის ანაზღაურებას აძლევდა. რატომ მანიპულატორობდა. რატომ შაობდა? მანიპულაციას ახდენდა ანასოც. ხო თქვა რომ საქართველოს პირველი მუხსულა უხსენებთ ყველა ადამიანი თავისუფალია და შეუძლია გააკეთოს ის რაც უნდა. დიახ, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისეთ გავლენას ახდენდა ადამიანებს, რომ დამოკიდებული იყო დიქტატორზე. ფსიქოლოგიურად ეწევა. ამ ყველაფრის მიუხედავად ფაქტი ერთია. ან არქიპოს ეთურის ჩაჟეს ციხეში დაიღუპება ათეულობით ადამიანი.
მაგრამ თუ ამ ყველაფერზე თვალს დახუჭავთ და გამოუშვებთ, კიდევრავარი სხვერპლი იქნება ასეთი. მართალი არ დაიხოცება, მაგრამ ფსიქიკურად შეიწევია. რამატო ფსიქიკურად ჩვენ ნახეთ, როგორი დაზიანებული იყო. და ასევე ვერც განათლებას მიიღებენ. მოდი ჯობია რომ უკვე გადაწყვეტილება მივიღოთ და მოდი გადაწყვეტოთ ვინ არის არქიპოსეთურის მხარეს და ვინ ფიქრობს რომ ის უნდა დაისაჯოს. ჯერ აწეთ ხელი ვინც ფიქრობს რომ არქიპოსეთური უნდა დაისაჯოს. კარგი, ვინ ფიქრობს რომ არ უნდა დაისაჯოს? 1 2 3 4 კი, მაგრამ მოიცადეთ, რო დავფიქრდეთ ახლა კარგად. ბრალდებული არ იყო დიქტატორი, ის იყო უბრალოდ ბიზნესის უფროსი. მას ყავდა მუშები და ამუშავებდა რაღაც განაკვეთზე თავისი ანაზღაურებით. ყველა ადამიანს ჰქონდა თავისუფლება და ის რომ მათზე ისინი ბრალდებულზე ლოცულობდნენ, ეს იყო მათი პირადი გადაწყვეტილება. არავის არ დაუძალებია ეს და მათ ასე რომ თქვა გააღმერთეს და ასე მაღლა დაიყვანეს ბრალდებული. მაგრამ მან ეს შანსი რომ ისინი იყვნენ გაუნათლებლები გამოიყენა და პირიქით მანიპულატორი იყო და მათ გამოურეცხა წვენი ასე ვთქვათ და თავის როგორც უნდა და ისე მოაქცევა რა. ისეთი რაღაცები აკეთებინა, რაც თვითონ უნდა და თან ისე ელაპარაკებოდა და ისე ამბობდა რომ აი ზედმეტი ფული არ გჭირდებათ, უბრალოდ საცხოვრებლად გჭირდებათ, რომ და ფსიქოლოგიურ ზეწოლა და სახდენა, ამიტომ არ გეთანხმა. შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ ეხლა ვინ აწიეთ ყველა ვინც ფიქრობს რომ სეთური უნდა დაისაჯოს. კი ბატონო. გადავწყვეტოთ და სჯობს ვერდიქტი გადავცეთ უკვე. ხო, რა ეს საჯულებს წარმოადგინა ვერდიქტი. ესე იგი, ნაფისმა მსაჯულებმა მოვისმინეს ბრალდებისა დაცვის მხარეების არგუმენტები მოქალაქე არქიპოსეთურის ბრალდების შესახებ. ჩვენ მივსჯელეთ ფაქტებზე დაყრდნობით და ახმათა უმრავლესობით 8-4-ზე, მაგრამ საბოლოოდ ისინიც გადავარწმუნეთ და 12-მდე დავასკვენით, რომ ბრალდებული იყენებდა არაეთიკურ საშუალებებს მასების გასაკონტროლებლად. ასევე ის არაადამიანურად და დამამცირებლად ეპყრობოდა ხალხს, მან ჯანმრთელობის განზრახვის დაზიანება მიაყენა სპირიდონ სულანჯიას, ასევე ზამთარს თუთაშქიასაც. მან ამავდროულად სპირიდონ სულანჯიას ქონება უკანონოდ მიითვისა 6 გოჭი და ნაფიცი საჯულები მოვითხოთ სასამართლოსგან მოქალაქე არქიპოსეთურის ძიმედ კაცად დასჯა ჩადენი დანაშაულების გამო. 12 ნაფიცი საჯულის მიერ წარმოგენილი ვერდიქტის საფუძველზე ვაცხადებ. მოქალაქე არქიპოსეთური დამნაშავეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 144 პრიმა 3-ის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, მიეჩება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 117 მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, მიეჩება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. 184 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სხვისი ქონების უკანონო თვითისებას, მიეჩება 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. თლიანობაში მიეჩება 15 წლის თავისუფლების აღკვეთა. უკანონოდ ჩამოთვლილი ქონება დაუბრუნდეს კანონიერ ფლობას. სხდომას დასრულებულად ვაცხადებ. უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის თქვენი ასეთი მსჯელობისთვის, ცდისთვის, დაგემართლებინათ, დაგედანაშაულებინათ. ახლა ნაფიცმა მსაჯულებმაც 8-4-ზე ასეთი ის იყო და ის 4, ვინც არქიპოს იცავდა, ისე არგუმენტირებულად იცავდა, რომ კინაღმეც მაგათ მხარეზე გავედი. მაგრამ საბოლოოდ იმ დანარჩენმა 8-მ დაარწმუნა ეს 4-იც, რომ სამართალმა მართლა პური ჭამაო რო იყვნენ და არქიპო დამნაშავეს კიდევ კარგი. თორე ვიფიქრებდი
ეს ბავშვები ამათი საქმეც ცუდად არის მეთქი, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. დიდ მადლობას მოგახსენებდა ჩვენ აქ ისეთი კარგი საზოგადოება გვესწრება, თავიდან მადლობა გადაუხადე და იქნებ სურვილი აქვთ რომ გამოვიდნენ და რაღაცა ისაუბრონ დღევანდელ ღონისძიებაზე. ყველას მოგზაურობთ. მინდა მივართო ზიამასწავლებელს. ზიამასწავლებელო, მინდა გულწრფელად გადაიხადოთ მადლობა ამ დღევანდელი დღისთვის. თქვენ რომ არ ჩაგედოთ ამ ნიშნობა ამ საქმეში ეს ღონისძიება ესეთი ლამაზი ვერ გამოვიდოდა. მე გაკვეთილი გასწავლეთ არა მარტო ცეკვას გვაძლევთ, არამედ გვასწავლით და გვამზადებთ მომავლისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები. მადლობა თითოეული დღისთვის და ჩვენი სიყვარულისთვის. დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას, ჩვენი მშობლების სახელით დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მზიამასწავლებელო. თქვენი პროფესიის სიყვარულისთვის, ბავშვების სიყვარულისთვის, აი იმ შრომისთვის, რასაც დებთ ამ ბავშვებში. ძალიან დასაფასებელია და აი გამოაცოცხლეთ კლასი, რასაც ქვია, მივესალმები ყველა ღონისძიებას და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. სხვა ხომ არაფერს მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. პირველ რიგში თქვენ გიჩვენებთ ზიამასწავლებლო მადლობას, რომ ესეთი არცდილი ბავშვები გყავთ და ესეთი სწავლული ბავშვები გყავთ და ყავს რა თქმა უნდა მთელს ქვეყანას, მთელს ერს და ოჯახებს. თქვენი ლომისწვილი ამ ყველაფერში და მადლობას გიხდით პერსონალურად ამისთვის. ძალიან კარგია განვითარების ამ ეტაპზე და ამ ასაკში, რომ ბავშვებს ესეთი შესაძლებლობა აქვთ, რომ ნახონ როგორ იმართება სასამართლო პროცესი, თავიანთი პროფესიის არჩევის თვალსაზრისით ეს ძალიან ხელს შეუწყობს მათ განვითარებაში და მათ გააზრებაში თუ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ ცხოვრების სხვა ეტაპზე და საით უნდა გქონდეთ გეზი. კარგია ეს ყველაფერი, კარგია ის ყველაფერი, რომ ჯერობა ჯანსაღია და ჭეშმარიტია, კარგია ის ყველაფერი, რომ ნამდვილად გამოიკვეთა და ჭეშმარიტებამ როიქცია გულის ჭამა იმისთვის, რომ დადგინდეს ნამდვილი დამნაშავე და მიესაჯოს შესაბამისი სასჯელი და აგოს ყველამ თავის დანაშაულზე პასუხი. მადლობას გიხდით ბავშვებო, ესეთები ხართ და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში და მე მჯერა რომ თითოეულ თქვენთაგანი ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ ცხოვრებისეულ ასპარეზზე და წარმატებები კიდევ ერთხელ. მადლობა კაი ბავშვებს, ასეთ კაი გადაცემისთვის დღეს. მე ვაკუთვნი თაობას სკოლა ისე დავამთავრე, ტელევიზორი მაშინ მე-10 კლასში შემოვიდა. მოკლებული ვიყავით ამ ბევრ სიამოვნებას და ესეთი პროცესები მიდიოდა ადრე სკოლაში. როგორც ჩემზე დიდი ასაკის ხალხი იყო 5-6 წელი დიდი კიდე. ისეთი ლამაზი პროცესები იყო დღესაც ვახსოვს ბავშვია. ჩემ დროსაც მე რაღაცა ეს ამოვალა ესე და ღევდები ეს არ შეგვედია. ძალიან აქტუალური ვარ. დიდი მადლობა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ზიამასწავლებელო. ბავშვებო თვითონ ხაიგანს ნამდვილად ბუნებრივი სცენა იყო დახვეწილი რა თქმა უნდა თქვენი დამსახურებით, თითოეული ბავშვის დამსახურებით. დიდი მადლობა ასეთი მრავალფეროვანი ეს პირველი არ არის ასეთი გაკვეთილებისთვის. მე მგონი კამათთვისაც გაკვეთილი იქნებოდა დღევანდელი გადაწყვეტილებაც მოსამართლის განაჩენიც და დაფიქსდებიან თუნდაც ერთ რაღაცაზე მაინც სამომავლოდ. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი იყო ეს ანალოგი. ნამდვილად აი არ მოველოდით და უგმესი მადლობა. მოლოდის გადააჭარბა ბავშვებს. მადლობა ბავშვებო, კიდევ ბევრი ესეთი ღონისძიება. აი და თუ მოგცემ საშუალებას რომ ყოველთვის დავესწროთ ხოლმე ზიამასწავლებლო, აი ძალიან მოხარული იქნება. პოეზიის საბაბოზე გვინდოდა ჩვენ მშობლებს. ეს გაკვეთილი ხო, რაღაც ჩვენ გვინდოდა ესეთი პროცესები. ხო. უბრალოდ ფანტაზიას კომხრივი და დავინახო კიდევ ბავშვებს. თქვენთან ერთად ახლა ძალიან კარგი ბავშვები არიან. მადლობა.